როდესაც ორგანიზაციამ ფუნქციონირება დაიწყო, მაშინ ეს ძალიან კარგი დიად მიიჩნეოდა. მოდით ვისაუბროთ თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი ევროგაერთიანებას. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ სავაჭრო კავშირი შეექმნათ. ევროპის ეკონომიკური კავშირი, ეს იყო მისი სახელწოდებაც და მისი კომპეტენციაც მხოლოდ ამ სფეროს ფარავდა. სახელმწიფოები მსჯელობდნენ თუ როგორ უნდა დახმარებოდნენ ერთმანეთს ეკონომიკურად, როგორ უნდა გაუქმებულიყო ტარიფები და როგორ უნდა მომხდარიყო ვაჭრობის ლიბერალიზაცია. სულ ეს იყო, რის გარშემოც ევროპული ქვეყნები გაერთიანდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ. დღევანდელი პერსპექტივიდან უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ თავიდანვე გეგმაში ჰქონდათ თანდათანობით იმ მონსტრის შექმნა, რომელიც დღეს გვაქვს ევროკავშირის სახით. ეს ხომ არსებითად სუპრანაციონალური მთავრობაა, ასე რომ თავდაპირველად ეს მართლაც კარგი იდეა იყო. თუმცა დროთა განმავლობაში მისი კომპეტენციები მუდმივად ფართოვდებოდა, რამაც წევრ სახელმწიფოებს სუვერენული უფლებები დააკარგვინა. Kind of made sense. Let's invest in a common kind of external border protection, that type of thing, right? სწორედ ამიტომ ახლა ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ევროპელ ხალხებს სუვერენიტეტი აღარ აქვთ. მათ უკვე აღარ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ მათი პოლიტიკური ბედი. და თუ კი ისინი მოინდომებენ ამის გაკეთებას, როგორც ეს რუმინელმა ხალხმა სცადა ცოტა ხნის წინ, ისინი უბრალოდ გააუქმებენ არჩევნების შედეგებს. მათ დღემდე ვერ მოახერხეს დამაჯერებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ კალინ ჯორჯესკუ რუსეთიდან ფინანსდებოდა, ისევე როგორც ტრამპის შემთხვევაში. ზუსტად მათი დაუსაბუთებელი აკვიატება, რომ ჯორჯესკუ რუსეთიდან ფინანსდებოდა, საკმარისი იყო რუმინეთში არჩევნების შედეგების გასაუქმებლად. ამასთანავე ჯორჯესკუს ჩამოართვეს არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობის უფლება, რომელშიც ის აუცილებლად გაიმარჯვებდა. მათ არსებითად იმავეს გაკეთებას სცადეს მარინ ლეპენის მიმართაც. დიახ, რა თქმა უნდა, ისინი ამას აღარც მალავენ. მე მუდმივად ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ ილახება დემოკრატიული პრინციპები მთელ კონტინენტზე. ეს ძალაუფლების მოხვეჭისა და კონცენტრაციის სურვილიდან გამომდინარეობს. მთავარი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში და ამას სხვათა შორის მემარცხენეებიც ხშირად კითხულობენ. And it's a power grab. The question, or begs the question, and especially people that are more. რატომ არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად გერმანია, თანახმანი ნებაყოფლობით დაუთმონ ძალაუფლება ბრიუსელის სუპრანაციონალურ ორგანიზაციას? Their power to this supranational organization called EU. Well, it's very simple. ამ შეკითხვაზე პასუხი სინამდვილეში საკმაოდ მარტივია. ის დღის წესრიგი და პოლიტიკა, რომლის გატარებასაც ევროკავშირი აპირებს, ვერასდროს გატარდებოდა დემოკრატიულ წევრ სახელმწიფოებში. ხალხი მათივე ხელისუფლებებს მოსთხოვდა პასუხს და მომავალ არჩევნებში სხვა პარტიას დაუჭერდნენ მხარს. ამ შემთხვევაში კი მთელი ბრალეულობის ბრიუსელზე გადატანაა შესაძლებელი. But what if they had a way of blaming someone else for that? რომელ პოლიტიკურ ნაბიჯებს გულისხმობთ კონკრეტულად? მაგალითად, კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო პოლიტიკას. გულისხმობთ ნულოვანი ემისიის პოლიტიკას. დიახ, ასევე მთელ ამ ტრანსგენდერულ იდეოლოგიასაც. მათ სურთ ამ პოლიტიკების პრაქტიკაში გატარება. თუმცა იციან, რომ ამ შემთხვევაში მომავალ არჩევნებში დამარცხდებიან. სწორედ ამიტომ ამ არაპოპულარულ ნაბიჯებს ევროკავშირის ინსტიტუტების მეშვეობით დგამენ. ახლა ბერლინში არჩეულ ხელისუფლებას შეუძლია ხალხს უთხრას, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და ყველაფერი ბრიუსელს დააბრალონ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.